ის უნდა გავარკვიოთ, როგორი ტიპის სახელმწიფო გვინდა. თუ გვინდა სინგაპურის ტიპის სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ არავითარი იდენტიფიკაციის კოდი და მამული ენა სარწმუნება საჭირო აღარ არის, როგორც ვართ გადაგებული მატერიალურზე ასევე უნდა გავაგრძელოთ და რას უქადის ეს ქვეყანას თქვენთვის კარგად არის გასაგები. ხოლო თუ გვინდა ავაშენოთ თანამედროვე ტიპის, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც ამასთანავე იქნება თავის ტრადიციულ ღირებულებით ნაწილზე დაფუძნებული, მაშინ განვითარებულ ევროპას, განვითარებულ დასავლეთს მოუწევს ჩვენი როგორც გამონაკლისის განხილვა, რადგან სულ ბოლოს და ბოლოს ჩვენის იბერია ვართ, რომლის საფუძველზე დაეფუძნა თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ მათი საფუძვლების შევქმნით და ეს მამული ენა სარწმუნოება გუშინ და გუშინ წინ არ მოგვიგონია. ჯერ კიდე მე-10 საუკუნეში წერდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მერჩულე, ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, სადაც ჟამი ქართულად შეიწირვის და ლოცვა აღევლინების. აქ ჩანს მამულიც, აქ ჩანს ენაც და სარწმუნოებაც. 21 საუკუნეში მამული მხოლოდ ტერიტორია აღარ არის მის ქვეშ, უნდა განვიხილოთ ეკონომიური სივრცე, ენერგეტიკული სივრცე, საგანმანათლებლო სივრცე. თუ მატერიალურ სივრცეებთან დაკავშირებით დათმობები შესაძლებელია, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე შეგვიძლია დავიბრუნოთ სულიერთან დაკავშირებულ სივრცეებში დათმობებს ეროვნული ცნობიერების დეფორმაციამდე მივყავართ და მისი დათმობა ყოვლად წარმოუდგენელია. ამდენად ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ ელიტას მოუწევს მასზე სერიოზული მუშაობა.